რაც ფიქრობთ, ვინ გაიმარჯვებს ჯეკ დე ლა მადალენასა და ისლამ ახაჩიევს შორის? ეს კარგი და რთული ბრძოლა იქნება, მაგრამ მე ცოტათი უფრო მეტად ისლამისკენ ვიხდები. მოგესალმებით ყველას მეგობრებო, წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბრძოლა გაიმართება უკვე რამოდენიმე დღეში, სადაც ისლამ ახაჩევი დაუპირისპირდება ჯეკ დე ლა მადალენას. ისლამი შეეცდება რომ გახდეს ორმაგი ჩემპიონი, ხოლო ჯეკ დე ლა მადალენა პირველად დაიცავს ქამარს. დღევანდელ ვიდეოში კი ნახავთ UFC-ს მებრძოლების აზრს ამ ბრძოლასთან დაკავშირებით. ეს არის მეორე ნაწილი, როგორც დაგვირდით. პირველი ნაწილი დევს ჩემ არხზე, შეგიძლიათ გადახვიდეთ და უყუროთ. ასევე პირველი ნაწილის ვიდეოს ლინკი იქნება აღწერაში. ახლა კი სანამ ვიდეო დაიწყება, ძალიან გთხოვთ რომ ვისაც არ გაქვთ გამოწერილი არხი, გამოიწერეთ, ასევე დააკომენტარეთ თქვენი აზრი ამ ბრძოლასთან დაკავშირებით, ვინ გახდება გამარჯვებული და რა გზით. ახლა კი დავიწყოთ ვიდეო. რაც ფიქრობთ, როგორ იასპარეზებს ისლამი ჯეკის წინააღმდეგ? ფიქრობ, ბრძოლის დასაწყისს გვიჩვენებს ამ ყველაფერს. ანუ რამდენად კარგად შეძლებს ჯეკი წამოდგომას და რამდენად კარგად შეძლებს ის ისლამის გალიიდან მოშორებას. ამაზე პასუხის გაცემა ცოტა რთულია, რადგან ჯეკი დიდი და ათლეტური ბიჭია. მე ამით აღფრთოვანებული ვარ, წინ ბევრი სახალისო ბრძოლა გველის. ჯეკმა მართლაც კარგად იასპარეზა ბელალის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ბელალმა არ გამოიყენა თავისი გრეპლინგი ისე როგორც მე ვფიქრობდი, მაინც კარგად გამოიყურებოდა ყოველთვის, როცა მასთან ჭიდაობდა. ასე რომ ჩემთვის ეს კარგი ინდიკატორია, რომ მან იცის რას აკეთებს მიწაზე, შეუძლია რთული პოზიციებიდან წამოდგმა და ბრძოლაში დაბრუნება. ახლა ის იბრძვის შედარებით პატარა ბიჭს. რა თქმა უნდა, ისლამი არც ისე პატარაა, მაგრამ მასთან შედარებით მაინც პატარაა და ეს შეიძლება მის უპირატესობად იქცეს. ჯეკ შესანიშნავი ბოქსი აქვს. ის ხშირად ცვლის დგომებს, რაც ართულებს მასზე თეიქდაუნის დროულად შესრულებას. არ ვიცი, გულისხმობ რთული აჭვი შეიტანო ისლამში, მაგრამ ასევე ჯეკის მიღწევებიც აღსანიშნავია. ვის ანიჭებთ უპირატესობას ამ ბრძოლაში? ფიქრობ, რომ ისლამი. დიახ, ისლამი მართლაც რთული მეტოქე იყო და წარმოუდგენელი ტექნიკა აქვს მთელი თავისი კარიერის განმავლობაში. დამჯერა რომ ის მაინც შეძლებს ამის გაკეთებას. მაგრამ როგორც ვთქვით, ეს არის ახალი დივიზიონი, ახალი სხეული, ახალი ძალა, ყველაფერი ახალი. ის ახალ წონაში ადის, ეს მისთვის დიდი გამოცდა იქნება, მაგრამ ჯერა რომ მას შეუძლია კარგად იასპარეზოს. ეს ძალიან დამაინტრიგებელი ბრძოლაა. ჯეკი სწრაფი ტემპით ვითარდება. ჩვენ ყველამ ვიცით თუ რა შესაძლებლობები აქვს ისლამს და ვიცით რამდენად კარგია ის. ამიტომ მე დაინტრიგებული ვარ ამ ბრძოლის გამო. ფიქრობ, რადგან მეჩვენება რომ ზოგიერთი ადამიანი თავიდან როცა ეს ბრძოლა გამოცხადა, ფიქრობდა ისლამი ამას იზამს, ისლამი გაუმკლავდება. ან სულაც ჯეკი ძალიან დიდია მისთვის. ახლა კი ვფიქრობ, რომ მხოლოდ ახლა ვიწყებთ იმის გააზრებას, რომ ეს ბრძოლა იმაზე ახლო იქნება, ვიდრე წარმოგიდგენია. მე და თქვენ ბოლოს ვისაუბრეთ ისლამისა და ჯეკის დაპირისპირებაზე. ახლა როცა ბრძოლამდე ცოტა დრო გადარჩენილი, კვლავ ისლამის გამარჯვებას ფიქრობთ? მე ახლა ჯეკისკენ გადავიხრები. რატომ? არ ვიცი, მეჩვენება რომ ზომა განსხვავებას მოახდენს კარდიოს მხრივაც. ჯეკს შესანიშნავი კარდიო აქვს. შეძლო ვცდები, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი ვარაუდია. ეს არის ერთ-ერთი იმ იშვიათი ბრძოლებიდან, რომლებზეც ნამდვილად ვერ მოგცემთ გარკვეულ პასუხს. უბრალოდ ფიქრობ, რომ ჯეკი გაიმარჯვებს. შესანიშნავი ბრძოლა იქნება. ისლამი ძალიან ბევრს შრომობს. ის ღიად ამბობდა, რომ 170 შეასრულა სურდა. ფიქრობ, ის დიდი ბიჭია. ის თავს იკლავდა 155-მდე წონის დასაკლებად. ფიქრობ, ეს დივიზიონი მისთვის სწორია. მან ბრძოლის შემდეგ რაღაც დაწერა, რომ ქამასაც დატოვებდა და მერე დატოვა. არ ვიცი, ფიქრობ, ეს მოლაპარაკებების ნაწილი იყო. და დიახ, მოუწონს მისი ზედა წონაში ასვლა, მან დაამტკიცა, რომ ახლა pound for pound-ის ნომერ პირველია. ეს კარგი ბრძოლაა ჯეკისთვისაც და ის უფრო ახლო ბრძოლა იქნება, ვიდრე ხალხი ფიქრობს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჯეკ დე ლა მადალენა ბევრს ვარჯიშობს ვოლკანოვსკისთან და კრეიგ ჯოუნსთან. იმ ბიჭებთან, რომლებაც, ასე ვთქვათ, გასაღები მოუძებნეს იმ პირველ ბრძოლაში ვოლკის წინააღმდეგ. ფიქრობ, მან ბევრი ინფორმაცია, ბევრი კვლევა და ბევრი პასუხი ექნებათ. ეს უფრო ახლო ბრძოლა იქნება, ვიდრე ხალხი ფიქრობს. და ეს ბრძოლა ნამდვილად მომწონს. ახლა დრო არ მაქვს, რომ უფრო ჩაუღრმავდე ამ ბრძოლას, მაგრამ ვიცი, რომ უფრო ახლო ბრძოლა იქნება და ჯეკ დე ლა მადალენას ნამდვილად აქვს შანსი, რომ დაამასხოს ისლამ ახაჩევი. ისლამს უფრო ტრადიციული სტილი აქვს დგომში ბრძოლისთვის ვიდრე ბელას. ხომ არ ფიქრობთ, რომ ხალხს გამოჩნდა ის ფაქტორები, რომლებიც ისლამს აქვს სტრაიკინგში?
იმედი მაქვს, რომ ამ რწმენით შევა ის გალიაში, იმიტომ რომ როდესაც ის ისლამთან ერთად შევა, სრულიად განსხვავებულ ისტორიას ნახავთ. ბოჯის ვიხდი, მაგრამ ისინი სრულიად განსხვავებულები არიან. არავითარ შემთხვევაში ისლამი არ არის ადვილი მეტოქე არავისთვის. გაიგეთ ეს. ნებისმიერ MMA მებრძოლს, რომელიც სტრაიკერია, რთული დრო ექნება მასთან. მე ამ ბიჭებთან ვარ უკვე 11 წელია, ვუყურებ როგორ ანადგურებს ის ყველას. ბიჭები, რომლებსაც მასზე ბევრად უკეთესი დგომში ბრძოლა აქვს და ის მაინც ანადგურებს მათ. ასე რომ არა, ნუ იხელმძღვანელებთ იმით, რასაც ხედავთ. როდესაც ამ კაცთან შეხვალთ გალიაში, ეს სრულიად სხვა თამაშია. როგორ ფიქრობთ, ვინ მოიგებს ამ ბრძოლას თუ კი შედგება? კიდევ ერთხელ გამეორე ძმაო, ანუ თუ ჯეკი და ისლამი ერთმანეთს შეხვდებიან. ისლამი? დიახ. ეს არის ბრძოლა, რომელიც თქვენს გაინტერესებთ. ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა მომავალში თქვენ მიიღებთ ამ ბრძოლას, რა თქმა უნდა, თუ ის მოიგებს? მე და ისლამი? დიახ. არა. კარგი, ძალიან მინდა, მაგრამ ასე არ ვფიქრობ. მე ნამდვილად მჯერა, რომ თუ ისლამი შეძლებს ტიტულის მოგებას, ის წავა. მან ყველაფერი გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა. რატომ უნდა დარჩეს და პოტენციურად დაკარგოსაც მოგებათა სერია? ვფიქრობ, ის ნამდვილად ცდილობს თავისი სახელის დამკვიდრებას. ეს არის, ასე ვთქვათ, მემკვიდრეობა. და შემდეგ როგორც კი მოიგებს გამას, შეიძლება პენსიაზე გავიდეს. საბოლოო ჯამში ეს ჩემი აზრია. მაგრამ ძმაო, არ გეგონოს, რომ ისლამი დიდი საფრთხე ამ დივიზიონისთვის. ეს არის ყველაზე ღრმა წონითი კატეგორია, რომელშიც შეიძლება მოხვდე ახლა. არა მხოლოდ ჩემგან წამოსული საფრთხე, არამედ სხვა ბიჭებისგანაც. თქვენ იცით, ისლამს ნამდვილად მოუწევს დაუმტკიცოს სოფლიოს, რომ მზად არის ამ დივიზიონისთვის. ისლამია 70-ში ავიდა, სადაც ჯეკს დაუპირისპირდება ტიტულისთვის. როგორ ფიქრობ, შეძლებს გამარჯვებას, ან როგორც წარმოგიდგენიათ ეს ბრძოლა? დიდი ხანია აღფრთოვანებული ვარ ჯეკით. მახსოვს ინტერვიუს ვაკეთებდი მაშინ, როდესაც ფრენსის განუ გადადიოდა ბოქსში და ხალხი საუბრობდა იმაზე, ვის ჰქონდა საუკეთესო ბოქსი MMA-ში. მე მაშინ ჯეკს ვასახელებდი. მისი ბოქსი ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე, მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ისლამი წონით კატეგორიას სწორ დროს იცვლის. ბევრი მებრძოლი ზედმეტად დიდხანს რჩება ეს წონით კატეგორიაში და ასე ვთქვათ, აფერხებს მის ფიზიკურ ზრდას. არ მგონია, რომ ისლამი შეძლებდა ჯანმრთელობის შენარჩუნებას და ძველ დივიზიონში დარჩენას კიდევ დიდხანს. ფიქრობ, ახლა მან თავს უფლება მისცა გადავიდეს დივიზიონში, რომელშიც მისი სხეული უბრალოდ გაიზრდება. ის იქნება წარმოუდგენლად ძლიერი. იცით, მე მსგავსი საუბარი მქონია ჩემს თავთან კროუფორდისა და კანელოს დაპირისპირების შესახებაც. ანუ როგორ იქნებოდა კროუფორდი წონაში აწევის შემდეგ და ვფიქრობ, მისი სხეული მზად არის იმის გასაკეთებლად, ისევე როგორც ისლამის. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ისლამი პრობლემურია ნებისმიერი მებრძოლისთვის. ვფიქრობ, რომ ბრძოლას მოიგებს და გაცვლებს ალბათ 50-50-ზე იქნება, მაგრამ შემდეგ მისი კრებლინგი და ჭიდაობა თავისას გაიტანს და ის სავარაუდო საჩემპიონო რაუნდებში საბმიშენით მოიგებს. რაც ვფიქრობთ, ვინ გაიმარჯვებს ჯეკ დელა მადალენასა და ისლამ მახაჩიევს შორის? ეს კარგი და რთული ბრძოლა იქნება, მაგრამ მე ცოტათი უფრო მეტად ისლამისკენ ვიხდები.